კონკურენციის სააგენტომ ავტოგაზის ბაზრის მოკვლევა დაიწყო. საქართველოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი გაიზარდა. როდიდან ამოქმედება და რა დახმარებას შესთავაზებს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო კომპანიებს, ნახეთ დეტალები რამდენიმე წამში. მოგესალმებით, საქმიანი თემები და დროული ინფორმაცია საქართველოდან და უცხოეთიდან ეთერში ეკონომეტრი მე დავით ლაბაძე ვარ. სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებს, რომლებიც ლარის დევალვაციის გამო დაზარალდნენ, სახელმწიფო შეღავათებს და უწესებს. ეს არ ეხება დღემდე განხორციელებულ შესყიდვებს და იმ შესყიდვებს, სადაც სამუშაოები უკვე ჩაბარებულია. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ლარის დევალვაციის გამო ბევრ პროექტს და კომპანიას შეექმნა საფრთხე იმისა, რომ წინა გამოცხადებული ფასებით ვერ შეძლებენ არსებული პროექტების დასრულებას. მთავრობა შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს უახლოეს მთავრობის ხდომაზე დაამტკიცებს, სადაც კონკრეტული მექანიზმები იქნება გათვალისწინებული. საქართველოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2014 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საშუალო ანაზღაურებამ 8.5%-ით მოიმატა და 950.1 ლარი შეადგინა. დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ფორმირებაზე როგორც წესი გავლენას ახდენს ტოპ მენეჯერების და სახელმწიფო სექტორში დასაქმებული მაღალი თანამდებობის პირთა ანაზღაურება. ერთ წელიწადში სახელმწიფო მმართველობაში დასაქმებულთა ანაზღაურება 14.2%-ით გაიზარდა და 1361 ლარს გაუტოლდა. მშენებლობაზე დასაქმებულების საშუალო ხელფასმა კი 14.8%-ით იმატა. ბოლო ერთ წელიწადში ანაზღაურება პრაქტიკულად ყველა სექტორში გაიზარდა, გარდა სოფლის მეურნეობისა და თევზჭერისა. რაც შეეხება ხელფასების რეიტინგს, სექტორების მიხედვით ყველაზე მაღალანაზღაურებადი საფინანსო სექტორია 1447 ლარით, მეორე ადგილზე სახელმწიფო მმართველობა 1361 ლარით, მესამე პოზიციას კი 1341 ლარით მშენებლობის დარგი და იქ დასაქმებულები იკავებენ. შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება, განაწილება და სამთო მოპოვებითი მრეწველობა. კონკურენციის სააგენტო ავტოგაზის ბაზარზე არსებულ ვითარებას სწავლობს. მოკვლევა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. საზოგადოება სააგენტოსგან ითხოვს შესწავლილი იქნას ჰქონდა თუ არა ადგილი ბაზრის სუბიექტებს შორის შეთანხმებულ მოქმედებას. თავად კომპანიები კარტელურ გარიგებებს გამორიცხავენ, სახელმწიფოს კი მოუწოდებდნენ ბაზარზე ხარისხის რეგულირებისთვის ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას. კერძოდ შემოწმდეს რამდენად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები მოქმედ გაზგასამართ სადგურებში. რა ზემოქმედებას ახდენს გარემოზე RMG Gold-ის სამთო მოპოვების საწარმოები. მომდევნო 6 თვის განმავლობაში საჭარმოებში საერთაშორისო გარემოსდაცვითი აუდიტის 18-კაციანი ჯგუფი იმუშავებს და იქ არსებულ მაჩვენებლებს დამოუკიდებლად შეაფასებენ. შემდგომ კი კომპანიას შესაბამის რეკომენდაციებს გაუწევენ. აუდიტის მიზანია გაარკვეს რეალურად არის თუ არა ისეთი დაბინძურება, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობისა თუ გარემოსთვის ზიანი მოაქვს. გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ეს აუდიტი, რომ გარკვეულიყო რეალური სიტუაცია, რა ხდება, არსებობს თუ არა დარღვევები, არის თუ არა ესეთი დაბინძურება, რომელსაც რაღაც ზიანი მოაქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის თუ გარემოსთვის. ზუსტად ამის განსასაზღვრავად და დასადგენად ხდება ამ აუდიტის ჩატარება. ანუ აუდიტის ბოლოს უკვე ზუსტად გვეცოდინებენ ათელი სურათი იმისა, თუ რასთან გვაქვს საქმე. რამდენიმე წუთის წინ ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. ბანკთა შორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 1 დოლარი 2 ლარი და 22 თეთრი ღირს. აღნიშნული კურსი ძალაში ხვალიდან შევა. შეგახსენებთ, დღეისათვის ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 1 დოლარი 2 ლარი და 22 თეთრი ღირდა. გუშინ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა ამან ლარის გამყარება მაინც ვერ შეძლო. მიმდინარე კვირაში ლარი კიდევ 5 თეთრით გაუფასურდა. საექსპორტო ბაზარზე ორიენტირებული კომპანიების დასახმარებლად საპარტნიორო ფონდი საექსპორტო სააგენტოს ქმნის. სააგენტო ზაფხულისთვის ამოქმედება და ხელშეუწყობს ექსპორტიორების ფინანსირებას. რა შესთავაზებს ადგილობრივ ბიზნესს, ექსპორტის სააგენტო თემაზე ეკონომეტრის სტუმარია საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კობზანაძე. ბატონ ირაკლი, მოგესალმებით. მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენს ფენელებს. ბატონ ირაკლი, გავრცელებული ინფორმაციით სააგენტოში საწყის ეტაპზე მინიმუმ 4 სახის პროდუქტი შეიქმნება, რომელიც ექსპორტიორი კომპანიების საკრედიტო რისკების დაზღვევას და განაწილებას მოემსახურება. რა პროდუქტებზეა საუბარი და რატომ არის მნიშვნელოვანი სააგენტოს საქმიანობის აქედან დაწყება? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ სააგენტოს შექმნა, რომელზედაც ჩვენ მუშაობთ, არის ერთობლივი
იდეა და ერთობლივად იქნება ეკონომიკის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდის მიერ. ზოგადად თქვენ მოგეხსენებათ ბოლონდოინდელი ტენდენციები, როდესაც ექსპორტის მოცულობა მცირდება, საექსპორტო პროდუქციის პოტენციალი მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არის ზრდა ვერ ხდება და აქედან გამომდინარე ეს ერთ-ერთი ფაქტორია იგივე სავალუტო ნაკადების შემცირების, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. ამიტომ დადგა საკითხი, რომ რამდენადაც შესაძლებელია ხელი შეეწყოს ქართული ექსპორტს, ქართული ექსპორტის და საექსპორტო პროდუქციის გატანას საერთაშორისო ბაზრებზე. ამიტომ აი ამ კუთხით ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავითვალისწინოთ ის საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც სოფლიოში არსებობს და პირველ რიგში დავაფუძნოთ ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო. ეს იქნება გარკვეულწილად ინსტიტუტი, რომელიც შილობილის სახის სტრუქტურულად შილობილის სახით იქნება საპარტნიორო ფონდის ქვეშ და რამდენადაც შესაძლებელია ხელს შეუწყობს ქართულ ექსპორტიორებს, რომ მათ თავიანთი პროდუქცია გაეტანონ საზოგადოებრივ. ამ კუთხით და როდიდან იგეგმება ბატონი ირაკლი სააგენტოს ამოქმედება? მე მინდა მოგახსენოთ თქვენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ამ სახის გამოცდილება ინსტიტუციონალური სახით საქართველოში არ არსებობს, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ავიყვანოთ ცნობილი საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც ამ კუთხით საქართველოში თავის გამოცდილებას ჩამოიტანს, ეს არის იტალიური ექსპორტის სააგენტო SACE, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვს 180-მდე ქვეყანაში მუშაობს და მისი ბრუნვები თითქმის 70 მილიარდ დოლარს აღემატება ამ კუთხით, ამიტომ ისინი იქნებიან ჩვენი კონსულტანტები, მათი თანამშრომლები ჩამოვიდნენ ადგილზე, შექმნიან პროცედურებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკულად როგორ უნდა განხორციელდეს ეს ოპერაციები და როგორც თქვენ აღნიშნეთ, შესავალში მეც მინდა გავიმეორო, საშუალოდ ფიქრობთ, რომ მინიმუმ 2 და უფრო ზოგადად რო გითხრათ 4-მდე ასეთი ტიპის პროდუქტი საფინანსო მომსახურების შეიქმნება ჩვენს ინსტიტუტში. ეს იქნება უპირველეს ყოვლისა საკრედიტო დაზღვევა, იქნება საკრედიტო გარანტიები, ზოგადად ფიქრობთ, რომ აუცილებელი იქნება ფაქტორინგის ოპერაციების წარმოებაც და ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რომ ვაჭრობის ფინანსირებას ხელი შეეწყოს. ეს არის საწყისი, ასე ვთქვათ, კალათა ამ ტიპის ოპერაციებს, რომელზედაც ჩვენ ვაპირებთ, რომ მათთან ერთად ვიმუშაოთ. პირველი ეს არის პოტენციურად ის პროდუქტები, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ. პირველ ეტაპზე მინიმუმ 2 პროდუქტი გვექნება, შემდეგ კიდევ უფრო გავაფართოებთ. რაც თქვენ ძალეთ დასაწყისში რა ხნის განმავლობაში მოიცავს მინიმუმ 2 თვე ნახევარს იმისათვის, რომ ეს პროცედურები გაწერილი იქნას, ადგილობრივი სიტუაცია შესწავლილი იქნას, თანამშრომლებიც აყვანილი იქნას და გარკვეული გამოცდილებაც მათგან მიღებული იქნას. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად 3 თვის თავზე ეს ინსტიტუტი, ეს სააგენტო საქართველოში ამოქმედება. მინდა დავამატო ერთი, რომ არსებობს გამოცდილება, საერთაშორისო გამოცდილება, რომ ასეთი ტიპის ინსტიტუტები როგორ პოზიტიურად მოქმედებენ ექსპორტის ზრდაზე და ჩვენ გვაქვს ამის სტატისტიკაც, რომ იგივე შიდა პროდუქტთან მიმართებაში ექსპორტის და ასე როგორ შეუწყო ხელი რა პროცენტული მონაცემებით და ასე შემდეგ. რა პრაქტიკულად ეს თავისი შექმნიდან სწრაფად გავლენას ვერ ახდენს, თუმცა მეთოდური ზრდით უკვე 3 წლის თავზე მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს ქვეყნის ეკონომიკაზე და მე მიმაჩნია საქართველოს მიუხედავად იმისა, რომ ფართო სპექტრი თითქოს არ არსებობს საექსპორტო პროდუქციის, მე ვფიქრობ, რომ არეალები ამ თვალსაზრისით დარჩენილი არის და ამიტომ ეს ინსტიტუტი ხელს შეუწყობს საქართველოს. ბატონი ირაკლი, ეს იქნება მხოლოდ კონსალტინგური მომსახურება და უკვე აღებულ კრედიტებს მომსახურები, თუ სესხების აღებაშიც დაეხმარებით ბიზნესს? არა, აქ სესხებზე და ღირსშესანიშნაობებზე არ არის მხოლოდ საუბარი, ზოგადად ეს როგორც მე ჩამოთვალე იმ ტიპის პროდუქცია იქნება დაზღვევიდან დაწყებული დამთავრებული რისკების გადანაწილებით, რომელიც ექსპორტიორებს აქვს. ამ თვალსაზრისით იქნება პირველ რიგში ეს არის დოკუმენტური ოპერაციები, ასევე აკრედიტივები და სხვა, რომლის გამოცდილებაც არსებობს და აი ამ ოპერაციებს შევთავაზებთ ჩვენ ექსპორტიორებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ მათგანს გარკვეულწილად ამ კუთხით რაღაცა პრობლემები აქვს. ყველა სრული პაკეტი შეიძლება არცეც არ დასჭირდეს, მაგრამ რაღაცა ოპერაცია, რომელიღაცა ელემენტი ჩამონათვალიდან მათთვის საჭირო იქნება. მე პირველს ყოვლისა გულისხმობ საკრედიტო დაზღვევას და იმ ფინანსურ გარანტიებს, რომელიც
კლასიკურად ჭირდება ექსპორტიორს ნებისმიერ ქვეყანაში. და ბატონო ირაკლი, რა კრიტერიუმებით მოხდება კომპანიების შერჩევა და დაწყებ ბიზნეს ეგრეთ წოდებულ სტარტაპებს თუ დაეხმარება სააგენტო? მე მინდა გითხრათ, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენ ველოსიპედის გამოგონებას არ ვაპირებთ, ჩვენ გვჭირდება ზუსტად ეს საკონსულტაციო მომსახურება, რომ მათგან გამოცდილება მივიღოთ. ამის შემდეგ მოხდება ინვენტარიზაცია და ზოგადად ჩვენ ვიცით ქართული ექსპორტის პოტენციალი რაც არის, ამ ბაზრის მოთამაშეებთან, მთავარ მოთამაშეებთან კონტაქტი შედგება, მათაც გავაცნობთ ამას, ამ პროდუქტებს, როგორც კი რაღაცა დიზაინი მიღებული გვექნება და მან ნებისმიერ მათგანს, ვისაც ამის სურვილი ექნება და ჩვენ დავარწმუნებთ, რომ პოტენციალი არის იქ ექსპორტისთვის და სააგენტო დახმარებას გაუწევს და ხარში დაუდგება. გასაგებია, რაც შეეხება ნენს კრახეს, რომელიც ენგურ ჰესის შემდეგ სიდიდით მეორე ჰესი იქნება. ამჟამად ჰესის მშენებლობაზე ტენდერია გამოცხადებული. კონკრეტულად რა ეტაპზეა პროექტი და რა ვადებში უნდა მოხდეს მისი ექსპლუატაციაში გაშვება? ნენს კრასაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ ეს არის 280 მეგავატის ჰიდროელექტროსადგური. შენდება ის და შენდება სვანეთში. აქ ჩვენ გარკვეული სამშენებლო სამუშაოები უკვე ჩატარებული გვაქვს. და მნიშვნელოვანი ისიც, რომ ეს არის ჰესი, რომელიც გარემოზე მოქმედებაზე პრაქტიკულად მნიშვნელოვან გავლენას ანახდენს. აქ აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ჩვენ გვყავს პარტნიორები, ეს არის კორეის წყლის სახელმწიფო კომპანია, ეგრეთ წოდებული K-Water-ი. ეს ცნობილი ჯგუფი არის ეგრეთ წოდებული აზიური ვებხვევიდან, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება ამ კუთხით მუშაობის. უკვე ჩვენ 1 წელზე მეტია მუშაობთ ამ პროექტზე და დღეს გუშინ კიდე ერთ შუალედურ, ასე ვთქვათ, დოკუმენტს ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ, რომელიც ითვალისწინებს, რომ ჩვენ გარკვეული მემორანდუმი გვაქვს, თუ როგორ უნდა ველაპარაკოთ საფინანსო ინსტიტუტებს და აქ მინდა გითხრათ, რომ დადასტურებული აქვს მონაწილეობა კაპიტალში, ჩვენთან კაპიტალში ამ პროექტის მონაწილეობს K-Water-ი და საპარტნიორო ფონდი, ხოლო საბანკო კომპონენტში, სესხის კომპონენტში დადასტურებული აქვს მონაწილეობა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს, აზიის განვითარების ბანკს და კორეის ექსიმ ბანკს, ეგრეთ წოდებულ K-Exim-ს. და ამ თვალსაზრისით გუშინ მემორანდუმი გავაფორმეთ, როგორ ველაპარაკებით ერთობლივად ამ ბანკებს და ასევე მინდა გითხრათ, რომ აპრილის თვეში დაგეგმილი არის, როგორც თქვენ ძალიან საერთაშორისო ტენდერში მონაწილე 7 უზარმაზარი გიგანტი კომპანია, რომლებიც მონაწილეობენ ეგრეთ წოდებული EPC კონტრაქტორზე, ანუ სამოქალაქო მშენებლობა და აი ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ ეს კომპანიები, ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილი გვაქვს ეს კომპანიები სვანეთში ჩავიყვანოთ, ადგილზე გაეცნონ ისინი ვითარებას ჩვენ და კორეელ პარტნიორებთან ერთად და ეს პროცესი უნდა დასრულდეს აპრილში, ხოლო მაისის ბოლოს კი უკვე თვალსაზრისით ჩვენ რეალურად გამარჯვებულიც გვეყოლება ჩვენ და K-Water-ს და სამთავრობო დონეზე დადასტურდება ეს ხელშეკრულებით და ეს კი იმას მოასწავებს, როგორც გითხარით, რომ სამობილიზაციო სამუშაოებს განვაგრძობ და ზაფხულის თვეში მნიშვნელოვანი ფუნდამენტი ჩაეყარა. გასაგებია და ბოლოს ბატონო ირაკლი, ძალიან მოკლედ თუ შეიძლება, ყველას გვესმის ნენს კრახესის ეკონომიკური ეფექტი, თუმცა კითხვები ჩნდება გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. არსებობდა დაპირებად, რომ ამ საკითხზე საჯარო განხილვები დაიწყებოდა. დღეს ამ მიმართულებით რა მდგომარეობაა, თუ შეიძლება გითხრათ ძალიან ამ საკითხზე მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შემთხვევაში პრაქტიკულად მინიმიზირებულია, შეიძლება თქვენ სხვა ხესთან დაკავშირებით გაქვთ ეს კითხვა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს საკითხები პრაქტიკულად მინიმიზირებულია. ჩვენ აყვანილი გვყავს აქ სოფლიო ბანკის ჯგუფი, ჩვენი კონსულტანტია, დამხმარე IFC, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, რომელთაც მინდა გითხრათ, რომ ასე საკმაოდ კაცრი მოთხოვნები აქვს გარემოზე დაცვის კუთხით და ჩვენ ვაპირებთ, რომ შევასრულოთ ყველა ეს საერთაშორისო პირობა, რაც სავალდებულოა იმისათვის, რომ ჰიდროსადგური, ეს უზარმაზარი ჰიდროსადგური აშენდეს სვანეთში. ამ თვალსაზრისით ჩვენ ყველა პარამეტრს დავაკმაყოფილეთ. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვნად წინ წასულია, როგორც გითხარით, ზაფხულში ვფიქრობთ, რომ სამობილიზაციო სამუშაოებს დავიწყებთ და თავისი მოცულობით ეს იქნება პოსტსაბჭოთა საქართველოში ყველაზე დიდი ზოგადად მშენებლობა და ჰიდროელექტროსადგური აშენებული და დამოუკიდებელ საქართველოში. მან ელექტროენერგიის გამომუშავება უკვე უნდა შეძლოს 2019 წლის ბოლოს, ხოლო მთლიანად მშენებლობა დასრულდება 2020 წელს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ირაკლი კოვზანიძე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ეკონომეტრის სტუმარი, გამოშვებას კი მსოფლიო ეკონომიკური სიახლეებით განვაგრძობთ. პოზიტივი ეკონომეტრი დღეს ამით დასრულებულია. ერთმანეთს უკვე ორ შაბათს 16 საათიანი მომბის დასრულებისთანავე შევხვდებით. ნახვამდის.